ამასობაში დაგვათენდა. მე კი დავინახე ადამიანი, რომელიც მთელი გულით და სულით წმენდა ავტობუსს. მივხვდი, რომ ეს ადამიანი ავტობუსების დასუფთავებაზე მუშაობს და გადავწყვიტე გავსაუბრებოდი. რადგან ძალიან დიდი ხანია მაინტერესებს, როგორ უმკლავდებიან იმ ნახატებსა და სხვადასხვა ტიპის ნაგავს, რომელიც ავტობუსში ხდება. გამარჯობა, თქვენ სახელი? გიორგი. გიორგი, სასეონო. ბატონ გიორგი, რამდენი ხანია რომ ეს ავტობუსების დასუფთავებაზე მუშაობ? მე ახალი ვარ, მაინც შედარებით 3-4 წელია. და აი ყველაზე ხშირად რისი დასუფთავება გიწევთ ხოლმე? აი რა სტოვებენ ავტობუსში? სამწუხაროდ ტოვებენ ქაღალდები, კევები, წარწერებს უკეთებენ. და მაგ ყველაფერს თქვენ შეეშხოთ. თუნდაც გახდა ადამიანი შეიძლება ეგაც მოუწიოს. და ეს წარწერები და რაღაცები ესე თქვენ შლით მაგას? კივიური ისინი და სითხები, აცეტონი რა. ეს საღეჭირეზინი რამდენად პრობლემას ქმნის? ეკრობა. მაგრამ და შეხედავ ერთდროვანი აიყეს სიატაკი და ამ დროს მიკრული არის. ხანდახან ამოვაძრო და მაინც არჩევა ფერი და რაღაც და წვალობთ მაგას ახალზე. გამხება. და ანუ ყველაზე საწვალებელი მაინც საღეჭირეზინია? მოსაშორებლად? ხო, მანქანები რო შემოდის, ხა დროშიც ვერ ვეტევით, ხანდახან ვერ ვასვით, ხან რაღაცა თუ ვერ ვასწრებ და რაღაცა არ გამოვიდა, ვიწერთ ნომერს, რომ მე მიხედავენ მაინც ამ საქმეს მაინც. გასაგები. აი საღეჭირეზიდან ნახატები, ხო? აი, ხანდახან არ იცნება ის, აი ნაწერიო ხო არის. აი, რაც გინდა სცენარი დაასხა, რა არ გამოდი და ამ დროს სუნთავის სცენარი შენს კიდე. და დიდი ხანი გიწევთ ხოლმე მაგაზე მუშაობ? არა, ვერ შლით, წერთ, ვერ წავსვალეთ. და ქალები ვარიან, იქ ქალების კიდე წვალობენ. აი, გამოშკები ხო იქნება მოშული. აი, პასტით იყო დაწერილი, აი, შანსი არ იყო, ვერ მოხშა. არის ქალები ვერ წასალეს, არ ჩვენ. ძნელია. აი, ახალი ავტობუსი, აი, როგორ უნდა გააფუჭო, აი, გამაგინე ახალი. ძირითადად საუბარი არ მიჭრის ხოლმე. თითქმის არ არსებობს მომენტი, როდესაც ვერ მოვიფიქრებ თქვა რამე და სიტუაცია გამოვასწორო. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი იშვიათ მომენტთაგანი, როდესაც არ ვიცოდი რამე თქვა. უბრალოდ შემრცხვა. შემრცხვა ყველა იმ ადამიანის მაგივრად, რომელიც ამ ყველაფერს აფუჭებს. შემრცხვა ამ ადამიანების წინაშე. სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და არ ვიცოდი რა მეთქვა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხუმრობით გამემოხდა სიტუაცია. ყველაზე უცნაური რა დაგხვედრიათ ავტობუსში? ლიფი. ლიფი? მუსიკი. გასაგები. მადლობა. ჩაეხსნა. მადლობა ძალიან.